როგორც თქვენ აღნიშნეთ, აქციის მონაწილეები უკვე იმყოფებიან იმედის შესასვლელთან, აი ხედავთ კიდეც მათ რაოდენობას, მათ შორის საკმაოდ ბევრია ადამიანი. მათი მთავარი მოთხოვნა არის და აქციასაც ასე ქვია, გააშუქე სიმართლე და როგორც თავად აცხადებენ, პროპაგანდისტულ არხებთან მიდიან, იმიტომ რომ დიდია წვლილი მათი იგივე იმ საქმეებში, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა, მათ შორის აქციისა. რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, ტელევიზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები უსაფრთხოების მიზნით არიან შეკრებილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც პოზიტივისთან და არც ტელეკომპანია იმედთან რაიმე დაძაბულობას ადგილი არ ქონია და ავტომატურად თქვათ მოხდა დისტანცია აქვთ აქციის მონაწილეებს დაცული, თუმცა შესასვლელთან უსაფრთხოებისთვის, როგორც გითხარით, დგას საპატრულო პოლიცია. ასევე იმედის გადამღები ჯგუფებიც მუშაობენ ტერიტორიაზე, რამდენიმე ჯგუფი არის ტელევიზიის წარმომადგენლები და არც მათ პრობლემა არ ექნება ყოველ შემთხვევისთვის. რაიმე ექსეს ჯერჯერობით ადგილი არ ქონია და ეს ადამიანები თავიანთ პოზიციას მათ შორის აცნობებენ ტელეიმედის წარმომადგენლებს. გამარჯობა, თუ შეიძლება ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში ვართ. კითხავთ დღევანდელ აქციაზე, საკმაოდ ესე ვთქვათ, მასშტაბურია მსვლელობა, რატომ ტელევიზიები პირველი გაჩერება ასე ვთქვათ ჰქონდათ პოზიტივისთან, ახლა ხართ იმედთან, რა არის სათქმე? მოგესალმებით. პირველ რიგში თქვენი კითხვა იყო რატომ ტელევიზიები? ტელევიზიები დღეს ამ ქვეყანაში არიან მთავარი წყარო ინფორმაციის გავრცელების და ხალხი, რომელიც ქალაქში, დედაქალაქში და რეგიონებში ცხოვრობს, ძირითად ინფორმაციას იღებენ ტელევიზიებისგან. თქვენ შეგიძლიათ ახლავე გახსნათ პოზიტივის ან ტელეკომპანია იმედის Facebook ან Instagram გვერდები და დაუყვეთ კარდებს ჩამოყვეთ. არც ერთი ამ ადამიანის ფოტო, არც ერთი ინფორმაცია ნაცემ ადამიანებზე ამ ტელევიზიებს არ უდევს. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ეთერში გიორგი რუხაძემ გააჟღერა ასეთი რაღაცა, რომ გურამ როგავა, რომელიც არის ნაცემი, დაბლოკეს, იმიტომ რომ არხში რაღაცა არ მოეწონათ. სწორედ ეს, რომ ვიღაცეები მიკერძოებულად წყვეტენ, რა უნდა გააშუქონ, რა უნდა გააშუქონ, თავიანთი შეხედულებების მიხედვით, აქ იკარგება ობიექტურობა. შესაბამისად, ის ატმოსფერო, რაც ქვეყანაში არის, მიკერძოებულად გადმოეცემა ხალხს. სწორედ ჩვენი მთავარი სლოგანი ამ აქციის არის, რომ გააშუქდეს სიმართლე და ყველა ის მომენტი, რაც მოხდა აქციების დროს დაშავებული ადამიანებისას მიეწოდოს მოსახლეობას. მადლობა. გააშუქეს სიმართლე ეს ეს არის მაშინ, როდესაც თქვათ აჩნდებიან იმედის წარმომადგენლები, იმედის ამ შემთხვევისთვის. გამარჯობა, თუ შეიძლება გკითხავთ თქვენს პირდაპირ ეთერში, მოთხოვნა გასაგებია, კიდევ ერთხელ გააშუქეთ სიმართლე, ეს არის მოწოდება. თქვენი სათქმელი ამ აქციებზე რა არის და იგივე თქვათ, როდესაც პოზიტივისთან იმყოფებოდით, მათი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი მედია საშუალებები. რას იტყოდით ამ? ნუ ცხადია, სხვას ვერაფერს იტყოდნენ, ჩვენ მათგან არ ველოდებით, რომ რაღაცა რაიმე პოზიცია შეეცვლიათ ან რამე, უბრალოდ გვინდა რომ დავანახოთ, როგორც ჩანს ვერ ხედავენ კარგად თუ რამდენი ვდრავართ აქციაზე, ამიტომაც აქ მოვედით რომ დავანახოთ თუ რამდენი ვართ სინამდვილეში. ჩვენ მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის ხალხი ვართ ახლა და ძალიან ბევრი ვართ და ძალიან ბევრი ვართ სინამდვილეში და გვინდოდა რომ უფრო კარგად დაგვენახებინა ყველაფერი მათთვის. ჩვენი მოთხოვნა არის რომ გააშუქონ სიმართლე. კითხავ, გამარჯობა, თუ შეიძლება ტელეკომპანია ფორმულადან კითხავთ თქვენ სათქმელზეც რა არის, რო გითხრათ 2-20. თავარ პროპაგანდისტთან მოვედით ამ ქვეყნის ოლიგარქის იერარქია პროპაგანდაში და გვინდა რომ გააშუქონ სიმართლე და არ ემსახურონ რუს სამარცხვინო ოლიგარქს. აი ჩვენთან მიმართებითაც არის შენიშვნა, მათ შორის მოქალაქის პოზიცია არის მნიშვნელოვანი გისმენთ. მიყევით თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის პრინციპებს. აჯობეთ იმედს, თუ გინდათ რომ გავიმარჯვოთ. თქვენი სათქმელი აქ რა არის იმედთან, რატომ დღეს ამაზეც კითხავთ? პოზიტივისთან იყავით, იმედთან და შემდგომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ნებისმიერ მედიასთან მაქვს ერთი მოთხოვნა. გააშუქეთ სიმართლე მინიმალური მიკერძოებით, მაქსიმალური ობიექტურობით. მადლობა. ასეთი აქ ადგილზე არსებული ვითარება, ხედავთ რომ აქციის მონაწილეები არიან იმედის მთავარ შესასვლელთან, ასევე ისმის რომ თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს, საბა მეფარიშვილს და როგორც ხვდები 53-ვე დაკავებულს, ასე ვთქვათ, გამოაცხადებენ. აქვე აღნიშნულია რომ ოკრიბელაშვილის ოჯახის წევრები შეუერთდნენ დღეს ამ აქციას, დედას ვესაუბრეთ, რომელიც აცხადებდა რომ იგივე იმედის ეთერში გაშვებული მასალები იყო
ერთ-ერთი მთავარი, რითაც ხელისუფლება ცდილობდა მართველი საზოგადოების აზრის ფორმირებას და ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც ის ადამიანები შეუერთდა აქციას, სწორედ იყო ის მოთხოვნები, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ. როგორც უკვე აღვნიშნე, იმედიდან მსვლელობით გაემართებიან აქციის მონაწილეები უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ასევე დღეს კიდევ ერთი აქცია არის ისედაც დაანონსებული და შეუერთებიან მთავარ მოთხოვნას საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას. თავად აქციის სლოგანი დღევანდელი ამ მსვლელობის კი არის გააშუქეს სიმართლე.